მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. ჩვენ დავიწყეთ ახალი თვე, შემოვიდა ჩვენთან თებერვლისთვის ენერგიები და მოდი გავიგოთ ტაროს გაშლით, საჯარო გაშლით, როგორ იქნება ზოგადად ეს თვე, მიმოვიხილოთ რა სიახლეები შემოვა ამ თვეში, რასთან უნდა იყოთ ფრთხილად და მივიღოთ რჩევები, ხომ, თებერვლის თვესთან დაკავშირებით. სანამ გაშლას დავიწყებ, ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს გვერდს, ვისაც არ გაქვთ გვერდი გამოწერილი, ასევე თუ დამიწერთ თუნდაც ერთ კომენტარს მაინც, ესეც ძალიან გამახარებს და ძალიან დიდი мотиваცია მექნება შემდგომისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ესეთი საჯარო გაშლები ჩავწერო თქვენთვის. შეგახსენებთ, რომ ჩემს Facebook გვერდზე თითქმის ყოველკვირეულად და ასევე ყოველდღე იდება პატარ-პატარა გაშლები ძირითადად პირად ურთიერთობაზე და ვინც განსაკუთრებით პირადი ურთიერთობების გაშლებით ხართ დაინტერესებული, ოღონდ მოკლე პატარა გაშლებით, შეგიძლიათ რომ დამიეგობრდეთ ასევე Facebook-ზე, გამოიწეროთ ჩემი გვერდი მარის ტაროლოგია, ესე მიპოვნით, აქაც დავურთავ, როგორ შეგიძლიათ რომ ნახოთ Facebook-ზე ან Instagram-ზე და იქაც უყურეთ ესეთ საჯარო ვიდეოებს. რა თქმა უნდა, მათ მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ და დამიმეგობრდეთ, ვინც ზოგადად დაინტერესებულები ხართ საჯარო გაშლებით და ტაროს გაშლებით. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გაშლას, როგორც უკვე გითხარით, თებერვლისთვის ენერგიებზე ვისაუბრებთ. ეს გვექნება სულ 5 ვარიანტი. შერჩეთ თქვენთვის ასრული ერთი კონკრეტული ვარიანტი და მე რომ დავიწყებ გაშლას, თან ამ დასტიდან დავუმატებ ესე ვთქვათ თითო არკანს, თითო სიტუაციაზე და ისე განვიხილოთ. კითხვები ახლა როგორ იქნება? ზოგადად როგორი ენერგიით იწყებთ თვეს? რა სიახლე შემოვა თქვენთან თებერვლის თვეში? რა უნდა მოიტოვოთ უკან? რასთან უნდა იყოთ ფრთხილად? რა გაგიხარდებათ ყველაზე მეტად და ზოგადი რჩევა. ანუ ერთი ესეთი სრული გაშლა გამოვა მოკლედ ეს. გვაქვს აქ 5 ვარიანტი. შერჩეთ ერთი კონკრეტული ვარიანტი და თან დავიწყებ არკანების წაკითხვას. მათთვისაც გსურვით რომ რაიმე კონკრეტულ საკითხზე გავაკეთო ჩაწერა, შეგიძლიათ რომ დამიტოვოთ აქ კომენტარების სახით, ან პირად შეტყობინებაში მომწეროთ და მე აუცილებლად გავითვალისწინებ. ეხლა ამ არკანებს ესეთი ცოტა ზევით ავწევ იმ არკანებს, რომელსაც ჯერ არ მოგვიწევს საუბარი და მოდი დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ეს იქნება რა ენერგიებით იწყებთ თვეს, მეორე იქნება რა სიახლე შემოვა, რა უნდა მოიტოვოთ უკან, რასთან უნდა იყოთ ფრთხილად, რა გაგიხარდებათ და ბოლოს რჩევა. მშვენიერი. მოდი ახლა დავიწყოთ პირველი ვარიანტის წაკითხვა. ენერგიები როგორ ჩანს წინა თვე, ანუ იანვრის თვე, საკმაოდ რთული იყო თქვენთვის. ძალიან ბევრი დიდი გამოწვევები შეხვდათ თქვენ, როგორ ჩანს. და სწორედ ამიტომ რეალურად თებერვლის პირველი ნახევარი იქნება ცოტათი დაძაბული და რთული. მინიმუმ პირველი 10 დღე მაინც იქნება უსიამოვნო ემოციები, უსიამოვნო შეგრძნებები, გადაღლილობა, სტრესი, ოღონდ ეს სტრესი თვითონ ამ თვის ენერგიას კი არ შემოაქვს, რომ ძველი ენერგიები მოდის რეალურად თქვენთან, რაც წინა თვემ დაგიტოვათ. ზოგადი სიახლე არის ის, რომ და ძალიან კარგი არის ის, რომ ის ყველაფერი რაც იყო, ესე რომ ვთქვათ, აქამდე თქვენთვის ამ ყველაფერს და განახლებული ემოციებით იწყებთ ამ თვეს. რა თქმა უნდა, ეს ახლა პირველივე რიცხვიდან არ იქნება, რომ პირველივე რიცხვში იგრძნოთ ეს ყველაფერი, ცოტა უფრო როგორ გითხრათ, 10 თებერვლის მერე, მაგალითად, პირველი ერთი კვირის გავლის მერე უფრო იგრძნობთ იმ სიახლეებს და რა მოდის ახლა სიახლეებში? ენერგეტიკულად თავს იგრძნობთ ძალიან კარგად. აქამდე თუ ფიქრობდით, რომ რაღაც არ გამოვიდოთ და რაღაცის ძალა არ შეგწევდათ და ვერ აკეთებდით და ვერ აგვარებდით საკითხებს, ახლა სწორედ ისეთი პერიოდი იქნება თქვენ შემთხვევაში, რომ დიდი ენერგიები და ძალა მოგეცემათ, რითაც რაღაცებს დაალაგებთ, მოგვარებთ, რასაც ხელს მოკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ. შესაბამისად, სიახლე არის ეს, რომ აქამდე თუ გამოფიტული ენერგიები იყო და ენერგიობაში იყავით წინა პერიოდი, ეხლა ეს ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვლება. და ძალიან კარგად ისახება აქ, ასევე რა უნდა მოიტოვოთ უკან უნდა მოიტოვოთ ის სირთულეები, ის გამოწვევები და ის ნეგატივები, რაც აქამდე გქონდათ, რაც აქამდე მოგიტანათ თქვენ იანვრის თვემ და შეიძლება ეს იყო დეკემბრის თვეც კი, რაც აქამდე სირთულე იყო, ეს ყველაფერი უნდა მოიტოვოთ უკან. აღარ გაიხედოთ წარსულში.
აღარ მიუბრუნდეთ წარსულს. ეს არის ესე რა ვთქვათ, აქ რაც უნდა გაითვალისწინოთ. ანუ უკან უნდა მოიტოვოთ ის, რაც მოხდა, ის, რაც შეგემთხვათ, ის, რაც გადაგხდათ, ის, რა ნეგატივებიც იყო, ამ ყველაფერს უსვამთ წერტილს. თითქოს აი ახალი თვის დაწყების პარალელურად წარსულს და წარსულ თვეს, ესე რა ვთქვათ, ტოვებთ წარსულში. მომდევნო კითხვა რეალურად არის, რასთან უნდა იყოთ ყველაზე მეტად ფრთხილად? ფრთხილად იყავით თქვენს გარშემო მყოფებთან, ადამიანებთან, ვისთანაც აი ამ მომდევნო თვის განმავლობაში მოგიწევთ შეხვედრა, ეს შეიძლება იყოს საქმიანი, შეიძლება იყოს პირადი ურთიერთობა, თქვენს გარშემო ვინც იძრალებენ, თითქოს ყველასთან მოგიწევთ რაღაცა გარკვეულწილად თავდაცვა. შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც რაღაცაზე გულს გადკენენ, უხეშად დაგელაპარაკებიან, რაიმე არასასიამოვნოს გეტყვიან. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ არკანებიდან გამომდინარე ჩანს, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ადამიანებთან. აი ეს მოდის აქ, რომ ვინმემ არ ეცადოს თქვენი აი მდგომარეობიდან გამოყვანა, შეიძლება ემოციურად ძალიან გაღაღიზიანოთ ესეთი ადამიანები მოდიან, მოკლედ თქვენს გარშემო აი ვისთანაც ყველაზე ხშირი შეიძლება ურთიერთობა და კონტაქტი გაქვთ და ვერც კი წარმოიდგეთ ესეთ ადამიანმა შეიძლება ძალიან გადგინოთ გული. და აი ეს მოდის მოკლედ რეალურად აქ ადამიანებთან ურთიერთობებში იყავით ძალიან ფრთხილად. ყველა სახის ურთიერთობა იგულისხმება აქ. რა არის რაც ყველაზე მეტად გაგიხარდებათ? აი ეს დასუსტებული ენერგიები, ეს წყენები, რაც აქამდე იყო, თითქოს ეს ყველაფერი ნელ-ნელა ალაგდება და ეს იქნება რაც ყველაზე მეტად გაგახარებთ. ადამიანმა შეიძლება რომელმაც თქვენ გული გადგინათ, ოღონდ გამონაკლისს გულისხმობ აქ ზოგიერთების შემთხვევაში იქნება პირადი ურთიერთობა, შეიძლება პირად შენ პარტნიორმა გაგიცრუათ იმედები ან რაღაცა შეერწყეთ, მაგრამ ესეთი ადამიანი შეიძლება ნაბიჯობის გადმოდგმას და რაღაცების გამოსწორებას. აი ეს შემიძლია რომ პირადის კუთხით უფრო მიდის აქ საქმე, მაგრამ თუ თქვენ ახლა რადგანაც ეს არის ზოგადი გაშლა და ზოგადი გაშლის შემთხვევაში შემიძლია თქვა რომ დავივარავდო რომ თუ ეს თქვენთვის პირადი არ არის, შეიძლება ადამიანმა რომელიც მათ უბრალოდ დიდი წყენა დაგიტოვოთ, ამ ესეთმა ადამიანმა შეიცადოს რაღაცების გამოსწორება თქვენ შემთხვევაში და ეს გაგახარებთ და მოკლედ ესე ვთქვათ, კარგისკენ შეგიძლით განწყობას. ზოგადი რჩევა არის ესეთი ხმლები ამოგვევიდა ტუზის, რაც მეუბნება იმას, რომ მოიტოვოთ ყველაფერი წარსულში, რაც აქამდე გაწუხებდათ, განთავისუფლდით, უკვე დრო არის ახალი ნაბიჯების, რომ გადაიდგას თქვენი მხრიდან და წინ წაიყვანოთ თქვენი ცხოვრება. ეს არ არის ის, რომ დარც უნდა მიყოთ ხელი, ნერვიულობას უნდა მიყოთ ხელი, ეს არის უკვე დრო, როცა უნდა შეიცვალოს სიტუაცია, მდგომარეობა, გარემოებები და მოკლედ წახვიდეთ წინ. ეს არის რაც რეალურად აქ შემიძლია რომ გითხრათ, პირველი ვარიანტი სამორჩეულობა, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ეს გაშლა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს იყო ზოგადი და საჯარო გაშლა და თუ გსურთ კონკრეტულად ერთ კითხვაზე ან რამოდენიმე კითხვაზე ან სრული გაშლა რომ გავაკეთოთ და პირადი კონსულტაცია მიიღოთ ჩემგან, მაშინ დამეკავშირდით Facebook-ზე ან Instagram-ზე. არის ტაროლოგია, ესე მიპოვნით აქ კიდევ ერთხელ დავურთავ ჩემ Facebook-ს და Instagram-ის გვერდის მისამართს, ესე რა ვთქვათ. მე კიდევ წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერი თვე გქონოდეთ და სიმშვიდის პოვნას გისურვებთ. გავაგრძელოთ ახლა და გადავიდეთ მეორე ვარიანტის ამორჩევლებზე. ესე იგი, ზოგადი ენერგიები, რა ენერგიებით დაიწყებთ თვეს, რა სიახლე შემოვა თქვენ შემთხვევაში, რა უნდა მოიტოვოთ უკან წარსულში, რასთან უნდა იყოთ ფრთხილად. რა გაგიხარდებათ ყველაზე უფრო მეტად და ამოვათ ზოგადი რჩევა თქვენთვის მშვენიერი. ნუ თვის ენერგიები და დასაწყისი მეორე ვარიანტის ამორჩევა თქვენთვის იქნება ძალიან სასიამოვნო, ძალიან კარგი. თვითონ აი პირველივე დღეს და თებერვლის დასაწყისშივე თავს იგრძნობ ძალიან კარგად ამაღლებულ განწყობაზე. შეიძლება ელოდებოდეთ კიდევაც რა ახალი თვე რომ დაიწყება, დავიწყებ რაიმე ახალს, რაღაცის სწავლას, რაღაცის გაკეთებას, საკუთარ თავზე მუშაობას, მოლოდინი გქონდათ აი ამ ახალი თვის და პერიოდის დაწყების, რომ კარგი ახალი სიახლეები დაგეწყოთ თქვენს ცხოვრებაში. შესაბამისად არკანებიდან გამომდინარე ვხედავ, რომ ძალიან კარგი სასიამოვნო ენერგიებით დაიწყებთ თვეს. ეს არ იქნება რამე დაგეზაროთ, ის რაც დაგეგმილი გქონდათ. შეიძლება უცებ სპონტანურად გაგიჩნდეთ აზრი, რომ მოდი ხა ამის სწავლას დავიწყებ, ან ამას გავაკეთებ, საკუთარ თავზე ვმუშაობ და მოკლედ მშვენიერი ენერგიები შემოდის. ამ ყველაფერში ხელი მოგეწყობათ. რაც შეეხება სიახლის შემოსვლას, ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული შემოდის. აი, შეიძლება ამ პერიოდში გქონდეთ რაიმე დაგეგმილი და ასავით დაუგეგმავი ადგილზე, ან სადმე წასვლა, ვინმესთან შეხვედრა,
პატარ-პატარა სიხარულები და ემოციები შემოვა. შეიძლება მოულოდნელად თქვენი საყვარელი ადამიანი დაბრუნდეს ან გამოჩნდეს ვისთან სასიამოვნო შეხვედრა იქნება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იქნება პირადი ურთიერთობა, ზოგიერთ ან მეგობარი, ახლობელი, ოჯახის წევრი. ეს სასიამოვნო შეხვედრა, დროის სასიამოვნო გატარება იქნება და ესეთი არაერთი, არამედ რამოდენიმე შეხვედრა იქნება, რამოდენიმე კარგი სასიამოვნო სიტუაცია იქნება თქვენ შემთხვევაში, რაც ძალიან კარგ და მშვენიერ ემოციებს შემოიტანს თქვენ შემთხვევაში. რა უნდა მოიტოვოთ უკან? ამ შემთხვევაში უკან უნდა მოიტოვოთ ის, რაც გაწუხებდათ, ის, რაც განძიმებდათ, რაც გსტრესავდათ, ეს მოდის აქ. შეიძლება ძალიან ბევრს დარდობდით საკუთარ თავზე, ზოგიერთების და გამონაკლისები იქნება თქვენს ჯანმრთელობაზე, შეიძლება ზედმეტად ნერვიულობდით და ის ჯანმრთელობის პრობლემა უკვე მოგვარდა, დაალაგდა და ეს ყველაფერი უკან უნდა მოიტოვოთ. ემოციები, ნეგატიური ემოციების შფოთვები, უფრო ესეთი საკითხი იკვეთება, რაც უნდა მოიტოვოთ რეალურად უკან და რაც უნდა დატოვოთ წარსულში, წინა პერიოდში. ეხლა უკვე დრო არის თავის გაჯანსაღების, რაღაცა ახალი სასიამოვნო ნაბიჯების გადადგმის და საკუთარი თავის შეცვლის, ხო? აქ ეხლა შეცვლაში არ გულისხმობა, რაიმე სიღრმისეული შეიძლება ის იყოს, რომ რაიმე პატარა აქტივობებით დაკავდეთ, რაიმე ისეც დაუთმოთ, რომ რაც რითაც თქვენს თავს ასიამოვნებთ, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება, რასთან უნდა იყოთ ფრთხილად. ფრთხილად აი ამ ერთი თვის ვადაზე განსაკუთრებით უნდა იყოთ ფინანსებთან. მაღალი ალბათობა იმისა, რომ ზედმეტი დანახარჯები გააკეთოთ, არასწორი გადანაწილება გქონდეთ თქვენი ფინანსური ნაწილის და მე ამ ყველაფერმა თქვენ შემთხვევაში პატარ-პატარა არეულობები გამოიწვიოს ამ ფინანსურად რაღაცებზე აირიოთ, ესე რომ ვთქვათ და ეს მოდის და ის იკვეთება აქ, ანუ სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან, ფინანსურ ჭრილში. რა გაგიხარდებათ ყველაზე მეტად? ის, რაზეც დარდობდით, ნერვიულობდით, აი აქამდე რაც გეგონათ, რომ არ ვერ მოგვარდებოდა, არ დაალაგდებოდა, ვეღარ გამოდიოდა, ამ სიტუაციის, ესე ვთქვათ, გამოსავალი გამოჩნდება. ზოგიერთ შემთხვევაში იქნება პირადი, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფინანსები, აი რაც ყველაზე მეტად გადარდებდათ, განერვიულებდათ, რაც იყო თქვენი ყველაზე დიდი საფიქრალი, ამ ყველაფერს, ესე ვთქვათ, ამ ყველაფერს დაალაგების გზა გამოჩნდება თქვენ შემთხვევაში და ეს იქნება, რაც ყველაზე მეტად გაგახარებთ აი ამ მომდევნო ერთი თვის ვადაზე, თებერვლის თვეში. და ზოგადი რჩევა, არ იჩქაროთ ნებისმიერ სიტუაციაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რა სიტუაციაში არ უნდა აღმოჩნდეთ, არ იჩქაროთ, მიყევით ნელა დინებას, ესე რომ ვთქვათ, ნელა მიყევით პროცესებს, არ იჩქაროთ, რომ ერთ დღეში შეიცვალოს ყველაფერი, ერთ დღეში გამოსწორდეს ყველაფერი, ნელა მიყევით პროცესებს და ყველაფერი დაალაგდება თქვენ და სასიკეთოდ. ეს იყო მეორე ვარიანტისთვის გაშლა და იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ გაშლა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მათ ვინც დაინტერესებული ხართ პირადი კონსულტაციებით, შეგიძლიათ რომ ამწეროთ ჩემს Facebook-ზე ან Instagram გვერდზე. გაშლა შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც კონკრეტულად ერთ კითხვაზე, ასევე სრულ გაშლაზე ან რამოდენიმე კითხვაზე. და კიდევ ბედნიერ და წარმატებულ თებერვლის თვის გისურვებთ მეორე ვარიანტის ამომრჩევლება. გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე, ნახოთ აბა რა ენერგიებით იწყებთ თვეს, რა სიახლე შემოვა, რა უნდა მოიტოვოთ უკან, რასთან უნდა იყოთ ფრთხილად, აქ გიხარდებათ ყველაზე მეტად და ზოგადი რჩევა. თვე დაიწყება ძალიან დადებით და სასიამოვნო ენერგიებით. ჩანს, რომ აი ამ მომდევნო ერთ თვეს განსაკუთრებით თქვენ გაატარებთ თქვენთვის საყვარელ და ძვირფას ადამიანებთან, რომლებიც არიან თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, პარტნიორი, მოკლედ, თქვენი საყვარელი ადამიანები და ეს ადამიანები მოგცემენ ძალიან დიდ დადებით სასიამოვნო ენერგიებს. თვის ენერგიების დაწყება ზოგადად ძალიან იქნება თქვენთვის დადებით და კარგი, რაღაცა დიდი სიხალისით, სითბოთით და სიყვარულით დაიწყება თქვენთვის ეს თვე და ძალიან კარგი და სასიამოვნოც იქნება ზოგადად მომდევნო ეს ერთი თვე თქვენთვის. სიახლეების რაც შეეხება არის ის, რომ პატარა სასიამოვნო ამბავს გაიგებთ და ძირითადად ეს დაკავშირებულია ოჯახთან ან ოჯახის წევრთან. შეიძლება გაიგოთ, რომ ან ვინმეს ბავშვი უნდა ეყოლოს, ან ვინმეს დაოჯახების საკითხი უნდა იყოს. აი, ოჯახში კარგი სასიხარულო სასიამოვნო ამბავი იქნება, რაც ძალიან გაგახარებთ, კარგ განწყობაზე დაგაყენებთ და ძირითადად ეს სიახლე ოღონდ დაკავშირებული არის ოჯახურ ამბებზე. გამონაკლის შემთხვევაში და რადგან ეს არის ზოგადი გაშლა ვიტყვი, თუ თქვენ დაოჯახებული ხართ, შეიძლება თქვენი ფეხმძიმობის საკითხიც კი გაიგოთ. აი ამ
ერთი თვის ვადაზე. ასე რომ მოკლედ აქ ეს ნამდვილად იკვეთება, რომ დაუოჯახებული თუ ხართ რაღაცა თქვენი ფეხბურთის საკითხი უნდა იყოს, თუ არა და ოჯახის წევრის, რომელიმე ოჯახის წევრის ნათესავის ახლობლის ესეთი სასიამოვნო სასიხარულო ამბავი უნდა გაიგოთ, რაც კარგ განწყობაზე დაგაყენეთ, ანუ ესეთი სიახლე გიჩვენთ აქ. რა უნდა მოიტოვოთ უკან? უკან უნდა მოიტოვოთ ის საქმე, რასაც ძალიან დიდი დრო აკეთებთ და თითქოს შედეგი არ მოდის. შეიძლება ის იყოს თქვენი საქმე, სადაც მუშაობთ, ან უბრალოდ აი სხვადასხვა პატარ-პატარ საკითხები, რასაც აკეთებთ, შედეგი არ მოდის. აი ეს უნდა მოიტოვოთ უკან. ეს არ უკავშირდება, რომ აი ემოციები მოიტოვეთ უკან, ან რაღაცა ვინმე ადამიანი დატოვეთ უკან, არა. საქმე, რასაც აკეთებთ და ხედავთ, რომ ამას შედეგი არ მოაქვს, არ გამოდის. ეს მოიტოვეთ უკან, იმიტომ რომ ჩანს, რომ რაღაცაში შეიძლება თქვენს რესურსს, დროს, არასწორ საქმეს, არასწორ სიტუაციას, ასე ვთქვათ, არასწორ საქმეზე ან არასწორ სიტუაციაზე იყენებდეთ, ხო? თქვენს ძვირფას დროს და მოვიწყდით ამ ყველაფერს. დაფიქრდით და გადააფასეთ, აი თითქოს უნდა გადახედოთ, ეხლა ახალი თუ დაიწყო, ახალი პერიოდი დაიწყო და რა ეს სიტუაცია უნდა დატოვოთ წარსულში, რა ესეთი რამ ჩანს აქ. ძირითადად საქმე, რასაც უკვე დიდი დრო აკეთებთ, ეს არ არის რომ თუ მაგალითად ახალი დაწყებული გაქვთ რაიმე თქვენი საქმე ან ბიზნესი ან საქმეება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა დატოვოთ უკან, რასაც უკვე დიდი დრო აკეთებთ და უშედეგოდ მიმდინარეობს. აი ეს მოდის მოკლედ აქ. რასთან უნდა იყოთ ფრთხილად? ფრთხილად უნდა იყოთ იმასთან, რომ აი ემოციურად არ გადაიტვირთოთ, შეიძლება უცებ ნოსტალგიები წამოვიდეს თქვენ შემთხვევაში, რაღაცებზე იდარდოთ ინერვიულად, თუ აი რაღაცები არ გამომდის, მე სხვანაირად მქონდა დაგეგმილი ჩემი ცხოვრება, ჩემი სიტუაციები და ესეთ ემოციები წაგიყოთ, ესე რა ვთქვათ და ამ ემოციებთან იყავით ფრთხილად, აი მაინც არავინ არ მიდგას გვერდში, არავინ არ მეხმარება, აი მარტო დავრჩი და აი ესეთი ფიქრებისგან ეცადეთ და ესეთი ემოციებისგან ეცადეთ, რომ შეიკავეთ თავი და ამასთან იყავით, ესე რა ვთქვათ, ფრთხილად, იმიტომ რომ ყავთ თქვენ გარშემო ძალიან ძვირფასი და საყვარელი ადამიანები, რომელიც ყოველთვის გვერდში გიდგანან და შეიძლება ამის პატარ-პატარა დაუფასებლობა გქონდეთ რა ამ შემთხვევაში. რა არის რაც ყველაზე მეტად გაგიხარდება? ვიტყოდი რომ უმეტესობაში თქვენ შემთხვევაში შეიძლება აქამდე ფინანსურად ცოტა გაჩერებული სიტუაცია გქონდათ და გაგიხარდებათ ის რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა წავა და დაიძრება უკეთესობისკენ, ფინანსური გაუმჯობესებები იქნება ამ შემთხვევაში. ფინანსურად მოკლედ წინ მიდიხართ, წინა პერიოდთან შედარებით. და რჩევა რომ გითხრათ, ძალიან ბევრს დაარდობთ და ნერვიულობთ შინაგანად. აი რაღაცა შეიძლება არ იყოს მიზეზი, ესე კონკრეტული და ცალსახა რაიმე მიზეზი არ არსებობდეს და დაარდობდეთ, ნერვიულობდეთ, გაიცდიდეთ, შინაგანად კომფორტულად არ გრძნობდეთ თავს. რჩევა ის არის, რომ არაფერი არ გაქვთ იდეაში სანერვიულოდ, ყველაფერი დაალგებულად და მშვიდად მიედინება თქვენს ცხოვრებაში და განსაკუთრებით აი ამ ერთი თვის ვადაზე და არაფერზე არ იდარდოთ და არ ინერვიულოთ. ეცადეთ, რომ ზედმეტი სტრესებისგან განთავისუფლოთ თქვენი თავი. ეს იყო მოკლედ მესამე ვარიანტი სამომჩევრობისთვის გაშლა და თუ მოგეწონათ გაშლა დამიწერეთ კომენტარებში. თუ გსურთ პირადი კონსულტაცია ჩემთან, შეგიძლიათ რომ მომწერეთ პირად შეტყობინებაში Facebook-ზე ან ჩემს Instagram გვერდზე და გავუკეთოთ გაშლა ან ერთ კითხვაზე, ან რამოდენიმე კითხვაზე, ან სრულ მოკლედ დიდი გაშლა შეგვიძლია რომ დავჯოხნოთ თქვენთვის. მე კიდევ წარმატებულ და ბედნიერ თებერვლის დღეს გისურვებთ მესამე ვარიანტის ამორჩეულება. გადავიდეთ ახლა ჩვენ მეოთხე ვარიანტზე, აბა ნახოთ მეოთხე ვარიანტის ამორჩეულება როგორ იქნება. რა სიახლე შემოვა, რა უნდა მოიტოვოთ უკან, რასთან უნდა იყოთ ფრთხილად, რა გაგიხარდებათ ყველაზე მეტად და ზოგადირჩევა. ნუ მოკლედ. ძირითადად პირდაპირ და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მეოთხე ვარიანტის ამორჩეულება თქვენთვის ძირითადად ვინც ახლა მიყურებთ, ალბათ ხართ ადამიანი, რომელიც დაინტერესებული არის პირადი ურთიერთობებით და ეს გაშლა ზოგადად პირადი არ არის, მაგრამ აი აქტუალური ჩანს, რომ პირადი ურთიერთობები თქვენთვის იქნება ძალიან აქტიური და აქტუალური თქვენთვის. მოკლედ თებერვლის თვე იქნება საოცარი ამბები პირადში. ეს დასაწყისში მინდოდა რომ აღმენიშნა აი ამ ზოგადი არკანებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებ. ეხლა კი თითოეული კითხვა ჩავშალოთ აქ. ზოგადი ენერგიები იქნება ძალიან სასიამოვნო, თბილი, დადებითი სასიამოვნო ენერგიები შემოდის, ძალიან კარგად და კომფორტულად იგრძნობთ თავს. თითქოს ყველაფერი სწორედ ისე წავა აი ამ თებერვლის თვეში, როგორც თქვენ მოინდომებთ, როგორც თქვენ მოგესურვებათ. ჩანს რომ ძალიან კმაყოფილი დარჩებით, აი თებერვლის ბოლოდან რომ გადმოვხედოთ ახლა ხო ეს თვეს, ხო?
იქნებით ძალიან კმაყოფილი იტყვით და იფიქრებთ, რომ სწორედ ისე ჩაიარა თებერვლის თვემ, როგორც თქვენ გსურდათ. სიახლეში პირდაპირ ყავს იმპერატორი და ეს ნიშნავს, რომ ჩანს პირადის გააქტიურება. თუ ეხლა თქვენ გყავთ პარტნიორი, ვინც მიყურებთ, მაშინ ეს ადამიანი იქნება გააქტიურებული თქვენ შემთხვევაში და სიახლეში შემოვა ის, რომ ძალიან კარგ რაღაცებს შემოიტანს ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. თუ გაჩერებული იყო პირადი ურთიერთობა, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი მობრუნდება და რამდენი ხნის დასრულებულიც არ უნდა იყოს ეს ურთიერთობა, ჩანს ეს ადამიანი, ხოლო მათ ვისაც საერთოდ არ ყავთ პარტნიორი, იცოდეთ, რომ ამ თებერვლის თვეში ძალიან მაღალი არის ალბათობა იმისა და თქვენ შემთხვევაში, რომ გამოჩნდეს პარტნიორი, გამოჩნდეს ადამიანი, რომელთან სასიყვარულო ურთიერთობას დაამყარებთ. მე ესე კონკრეტულად ერთ სიტუაციას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მიყურებთ ძალიან ბევრი ახლა და ყოველთვის იქნება სხვადასხვა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სწორად მიგებთ ხო როგორც ხსნი. მოკლედ, მამაკაცის შემოსვლა ჩანს თქვენ შემთხვევაში, რაც ძალიან დიდ, ესე ვთქვათ, კარგ ემოციებს შემოიტანს თქვენ შემთხვევაში. რა უნდა მოიტოვოთ უკან? უკან და მოიტოვოთ ის, რაც უკვე აქამდე მოხდა, რაც უკვე აქამდე იყო, ეს ყველაფერი უნდა დარჩეს, ესე ვთქვათ, თქვენ შემთხვევაში წარსულში. აღარ უნდა გაიხსნათ და მიუბრუნდეთ წარსულის სიტუაციებს, აღარ უნდა დაიძაბოთ, ესე ვთქვათ, თქვენი თავი არაფერზე. ერთადერთი ის არის, რომ ესეთი ესე ვთქვათ, პატარა მინიშნება, რაც არის, რომ გახსოვდეთ, ვინ რა გააკეთა თქვენთვის, ვინ გააკეთა კარგი, ვინ გააკეთა ცუდი და მორჩა, იმით დასრულდეს ყველაფერი. ანუ აქ არ არის საჭირო, რომ სიღრმეებში ჩახვიდეს წარსულის დეტალების, წარსულის სიტუაციების. უკან მოიტოვეთ ის, რაც მოხდა თქვენს შემთხვევაში კარგიც და ცუდიც. ზოგადად რასთან უნდა იყოთ ფრთხილად? ფრთხილად იყავით, რომ ესეთი აქტიური და სასიამოვნო თვე რომ იქნება თქვენთვის პარტნიორულ ურთიერთობების ჭრილში, თქვენ რა როლში იქნებით? თითქოს შეიძლება იყოს აქ ახლა ის, რომ გინდოდეთ პირადის გააქტიურება, გინდოდეთ პირადის დალაგება, მოგვარება და ამ შემთხვევაში ესე რომ ვთქვათ, უცებ გაჩერდეთ, ან კი იყოს ძროები პირად ურთიერთობაში და კარგი სიახლეები შეიძლება რომ შემოვიდეს, მაგრამ თითქოს გაჩერებული იყო, თითქოს აღარაფერმა აღარ დაგაინტერესოთ და იმით მაგია რომ პირადი ურთიერთობები თუ აქამდე ძალიან გინდოდათ რომ განვითარებული იყო, ახლა შეიძლება გაჩერებულ სიტუაციაში იყო და აქ გამოიჩინეთ ესე ვთქვათ, სიფრთხილე და ყურადღება, რომ რა როლში იქნებით პირადი ურთიერთობების ჭრილში. რა გაგიხარდებათ? გაგიხარდებათ ესეთი ახალი ადამიანის შემოსვლა, გაგიხარდებათ ასე რომ ეს ადამიანი ვინც თქვენთან შემოდის, ხომ სასიამოვნო ემოციებს მოგანიჭებთ და უამრავი კომპლიმენტებით აგავსებთ და საჩუქრებით და ყურადღებით. ეს არის რა, რომ ძალიან ყურადღების ცენტრში იქნებით. ამ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მხრიდან, ხო? ანუ თუ ეხლა მიყურებთ ქალბატონები, თქვენ მოკლედ მამაკაცების ყურადღების ცენტრში იქნებით, უამრავ კომპლიმენტებს მიიღებთ, უამრავ დადებით სიტყვებს მიიღებთ და საჩუქრებს მიიღებთ, მატერიალურ საჩუქრებს გულისხმობ რეალურად აქ. რჩევა არის ის, რომ ისიამოვნოთ, არ აყვეთ არანაირად ნეგატიურ ემოციებს, არ თქვათ, რომ ეხა ის იმიტომ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ ეს არის გამოცდა, ეს არის რაღაცა ცუდის, მიმანიშნებელი შფოთვება. ეცადეთ, რომ არ აგიყოლიოთ, ისიამოვნოთ იმ ემოციებით, მოკლედ რაც ჩამოდეთ, ისიამოვნოთ აი ამ თვით. და თუნდაც იმ პატარა გაპრანჭობით, გამოპრანჭობით, რაც მოკლედ ჩამოდის ახლა ამ ერთი თვის განმავლობაში თქვენთან, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ზოგიერთ შემთხვევაში ეს რაღაც შეიძლება დიდი ხანი იყო პირადი გაჩერებული და ახლა უცებ ესეთმა აქტიურობებმა სხვადასხვა მამაკაცების ბიჭ შეიძლება იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში იქნება არაერთი, არამედ რამოდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს, პატარა დაბნეულობა შეიძლება ამან გამოიწვიოს, ხო? და ამ შემთხვევაში ყავით იმღები, იმ ემოციების, რაც მოკლედ ჩამოდის თქვენ შემთხვევაში და ისიამოვნეთ. ეს იყო მეოთხე ვარიანტი და მოკლედ თავად დამიწერთ მეოთხე ვარიანტის ამორჩევლო, რამდენად რეზონირდება შემდგომ ეს გაშლა თქვენთვის. თუ გსურთ პირადი გაშლები ჩემთან მომწერეთ პირად შეტყობინებაში, ჩემს Facebook-ზე ან Instagram გვერდზე და შეგვიძლია გავაკეთოთ გაშლა როგორც ერთ კონკრეტულ კითხვაზე, ასევე რამოდენიმე კითხვაზე ნებისმიერ საკითხზე, ხო? მე კიდევ წარმატებულ და ბედნიერ თვეს გისურვებთ. და გადავიდეთ ბოლო მეხუთე ვარიანტზე. თუ ის ენერგიები ვნახოთ, სიახლეები, რომ დამოიტოვოთ უკან. რასთან უნდა იყოთ ფრთხილად. რა გაგიხარდებათ, იმედი მაქვს, რომ ესე კარგად ჩანს ეს არკანები. და ზოგადი რჩევა. მოკლედ.
ბოლო მეხუთე ვარიანტის ამორჩევო, ძალიან მნიშვნელოვანი თვე იქნება თქვენთვის, ანუ გარდამტეხად მნიშვნელოვანი იქნება ის თვე ბევრ სიტუაციას, რომ კარგად აწონით, დაწონით, ბევრ სიტუაციას, რომ მიიღებთ თქვენ და სასიკეთო და სწორ გადაწყვეტილებებს, სწორედ ეს ყველაფერი იკვეთება და ჩანს რეალურად აქ ამ შემთხვევაში. თვით ენერგიები იქნება, რომ ცოტა შეიძლება ეს თვე დაიწყოთ აი გადაღლილმა, ემოციურად გამოფიტულმა, გეზარებოდეთ რაიმე ახლის დაწყება, ანუ არ იყოთ იმ განწყობაზე, რომ რაღაც ახალს მოკიდოთ ხელი, აი რაც არის, მოდი ყველაფერი ესე იყოს და წინა პერიოდი შეიძლება იანერსო იმდანაც დამღლელი და გადატვირთული იყო თქვენთვის, რომ საერთოდ ისე შემოვიდეს ეს ახალი თვე, რომ აი ვერც კი იგრძნოთ ვერაფერი, ესე რა ვთქვათ. ასე რომ ემოციურად და ენერგეტიკულად ცოტათი რთული იქნება. განსაკუთრებით თვის პირველი ნახევარი თქვენთვის. სიახლე შემოდის ის, რომ დაგეგმარებას დაიწყებთ იმის, რომ აი რაღაცა პერიოდში უკვე მიხვდებით, რომ ხა ესე აღარ უნდა გაგრძელდეს, რაღაც ახალი უნდა დავიწყო და სამომავლო საკითხებს გადახედავთ. შეიძლება გადახედოთ იმას, რომ აბა ეხლა მე სად ვარ და რა მინდა რომ იყოს მომავალ წელს ამ დროს, ანუ ესე წელს ვადაზე ჩემთვის, მომავალ თვეებში რა მინდა რომ გავაკეთო, რა მიზნები მაქვს, რას მინდა რომ მივახციო. მოკლედ აი ესეთი გათხრები გექნებათ რეალურად თქვენ. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში იყოს ისე, რომ ეხლა დაიწყოთ მომდევნო 1 წლის დაგეგმარება, ძირითადად ამას ადამიანები დეკემბრის ბოლოს და იანვარში აკეთებენ ხოლმე, მაგრამ აი თქვენთვის ისეთი სიტუაცია იყოს, რომ ეხლა დაიწყოთ დაგეგმარება, რომ რა გინდათ, როგორ გინდათ ჩამოწეროთ თქვენი მიზნები და ყველაფერი, ესე რა ვთქვათ, რას როგორ აპირებთ, აი ეს მოდის მოკლედ აქ. რა არის, რა უნდა მოიტოვოთ უკან უნდა მოიტოვოთ ადამიანები, რომლებმაც ძალიან გადკინეს გული, დიდად, ესე რა ვთქვათ, გაგიცრუეს იმედები და ესე რა ვთქვათ, თქვენი ნდობით ცუდად ისარგებლეს. ანუ უკან უნდა მოიტოვოთ ადამიანები წარსულიდან, ესეთი პირდაპირ მოდის, ოღონდ ყველა ადამიანი ერთხელ უნდა არის, მაგრამ აქ გულისხმობს სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც გადკინეს გული, რომლებიც არასწორად მოიქცნენ თქვენ შემთხვევაში. რაც შეეხება რასთან უნდა იყოთ, ფრთხილად იყავით, რომ აი შეიძლება სწორედ ის ადამიანები, რომლებზეც ახლა მე წინა არკანში მქონდა საუბარი, ხო, წარსულიდან ისევ შეეცადონ თქვენთან დაახლობას, რითომ რაღაცის გამოსწორებას, აი ერთი შანსი მომენტი და გამოვასწორებ და დავალაგებ ყველაფერს, აი ამ ეს მოდის რეალურად აქ. ესეთი ადამიანები შეიძლება ისევ მობრუნდნენ, გამოჩნდნენ და ისევ თქვენი კეთილშობილობით და თქვენი კეთილი გულით ისარგებლონ, რომ ისევ გვერდში იყვნენ და მე ისევ რაღაცა გული გადკინონ. და იმედები გაგიცრუოთ. სწორედ ეს ადამიანებთან იყავით ფრთხილად, ანუ ადამიანებთან, რომლებთანაც რაღაცა მომენტში ფიქრობთ კიდევაც როგორ გაწყვეტეთ ყველანაირი კავშირი, ყოველთვის ეს სხვადასხვა ადამიანი იქნება, რა თქმა უნდა, გაწყვეტეთ კავშირი და ისევ ეს ამ ადამიანების გამოჩენასთან და ეს ადამიანები გამოჩნდებიან, ამ ადამიანებთან იყავით ფრთხილად. რა არის რაც ყველაზე მეტად გაგიხარდებათ? აი ამ ადამიანებთან ურთიერთობა და კავშირების წყვეტა ჩანს და ყველაზე მეტად ეს გაგიხარდებათ. ანუ თითქოს ეს ყველაფერი უკვე სრულდება, ლაგდება თქვენ შემთხვევაში და ყველაფერი თავის სახეს იძენს, რომ всё, მე ვწყვეტ ეს ადამიანებთან ურთიერთობას, მორჩა მე ვასრულებ ესეთ ადამიანებთან სიტუაციებს და თავისუფლდები. თითქოს იპოვით ძალას, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ თქვენთან ურთიერთობას, ესეთი ადამიანები მოიტოვოთ უკან. ეს ჩანს რეალურად აქ და ზოგადად შევარის ის, რომ ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ტოვებთ წარსულში ადამიანებს, არ არის თქვენთვის მარტივი პროცესი და აი არკანზე ჩანს, რომ ადამიანი როგორი განერვულებულია და დასავადიანებულია. სწორედ ესეთი სიტუაცია გექნებათ, რომ ინერვიულებთ, გაღიზიანდებით, დარჩი შეიძლება იყოთ აი ამ სიტუაციების გამო და შევარის ის, რომ იცოდეთ, რომ ეს არის უბრალოდ ესეთი თვე, ესეთი ცოტათი რთული და ემოციური თქვენთვის. ეს გადაწყვეტილება თქვენ შემთხვევაში არის ძალიან სწორი, ესეთი ადამიანების წარსულში დატოვება და შემდგომი პერიოდი იქნება უფრო ნათელი და სასიამოვნო. არ აყვეთ თქვენს ზედმეტ ემოციებს, უფრო დიდ დარჩი და ნერვულობაში, რომ არ აღმოჩნდეთ და იცოდეთ, რომ ტაროს კარტი გეუბნებათ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება ასეთი ადამიანების წარსულში მოტოვება. ეს იყო ბოლო მეხუთე ვარიანტი და ძალიან საინტერესო იყო ეს გაშლა. დამიწერეთ თქვენთვის რამდენად რეზონირდა და როგორ მოგეწონათ ეს გაშლა. შეგახსენებთ, რომ თუ გსურთ პირდი კონსულტაციები ჩემთან, შეგიძლიათ რომ უწევთ ჩემს Facebook და Instagram გვერდზე და გავაკეთოთ სრული დიდი გაშლები. რაც შეეხება თუ კონკრეტული რამე კითხვა გაქვს, რადგან საჯარო გაშლა შეიძლება ჩაწეროთ, შეგიძლიათ რომ მომწეროთ ასევე ეს, ან დამიტოვოთ კომენტარების სახით. მე კიდევ წარმატებულ და ბედნიერ თვეს გისურვებთ მეხუთე ვარიანტის ამორჩევლებო.